ქიმიურად მცირე მოლეკულები, მაგალითად ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოფეინი და ბევრი მედიკამენტი საკმაოდ მარტივად გადადის რძეში და შეიძლება იმოქმედოს ჩვილზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიღებისას. კოფეინი და თეოფილინი პირდაპირ არ აზიანებენ ბავშვს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიონ გაღიზიანებადობა, ბავშვის გულისცემის და სუნთქვის სიხშირის გაზრდა. მოწევა ამცირებს რძის წარმოქმნას და ახდენს ჩვილის ნორმალური წონის მატების შეფერხებას. ამიტომ დაუშვებელია ცუცუთი კვების დროს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მაინც მოწევთ, ცუცუთი კვებამდე აუცილებლად უნდა გავიდეს მინიმუმ 2 საათი. ალკოჰოლის შემთხვევაში ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გაღიზიანებადობა და ჭარბი ოფლიანობა ან პირიქით გაბრუება. ასევე შეუძლია ბავშვის სიგრძეში ზრდის შეფერხება. მინიმალური რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ასევე უნდა გავიდეს მინიმუმ 2 საათი ცუცუთი კვებამდე. რაც შეეხება მედიკამენტების მიღებას, მედიკამენტების უმეტესობა გადადის რძეში, მაგრამ ხშირად ძალიან მცირე რაოდენობით, თუმცა თუნდაც მცირე რაოდენობით ზოგმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება. იმისათვის, რომ შევამციროთ დაშვებული მედიკამენტების გადასვლის დონე რძეში, ისინი უნდა მიიღოთ ცუცუთი კვებამდე, ან შემდეგ მალევე, ან ბავშვის ყველაზე ხანგრძლივი ძილის დროს. მედიკამენტები, რომლებსაც ზოგადად მიიჩნევენ უსაფრთხოდ, მოიცავს უმეტეს არარეცეპტულ პრეპარატებს, მაგრამ გამონაკლისია ანტიჰისტამინები. ისინი ხშირად შედიან ხველისა და გაციების წამლებში, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებში, გზავრობის დაავადების საწინააღმდეგო საშუალებებში და საძილე პრეპარატებში. ისინი არ არიან რეკომენდებული ცუცუთი კვების დროს, რადგან შეიძლება ბავშვში გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. ასევე ასპირინი და სხვა სალიცილატები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა, შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომაც არ შედის უსაფრთხო მედიკამენტების სიაში. ზოგადად, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე სასურველია კონსულტაცია თქვენს პედიატრთან გაიაროთ.